მოკლედ რითი მინდა და დამეწყო რა, იმ დღეს მილაპარაკე რა, რომ ეს მთელი 90-იანი წლები რაც გავიარეთ, პრინციპში ძალიან ბევრი ისეთი მეგობარი მაგაცი დავკარგეთ, რომლებიც აფხაზეთის ომში, იმაში, სამაჩაბლში, რომლებიც პრინციპში მორალური ავტორიტეტები იყვნენ რა, საერთოდ ჩვენ თაობაში რა. აი ზუსტად ესეთი გმირი ბიჭები აბსოლუტურად ყველა ჩვენთაგანის გარშემო ესეთები წავიდნენ რა, პირველ რიგში. რა თქმა უნდა, ესეთებმა მისცეს თავიანთი სიცოცხლე, აჩუქეს ჩვენ სამშობლოს და ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი იყო, აი ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი და ერთ ვფიქრობდი, რომ ისინი რო ცოცხლები ყოფილიყვნენ, დღეს თუ აი ესეთ სიტუაციაში ვიქნებოდით რა, ზოგადად საქართველოში, თბილისში და თუ მოხდებოდა ის დაუშვათ იმათი მხრიდან აი ამ ამორალურობის ესე ვთქვათ შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. აი წარმოიდგინეთ ახლა ახლა რამოდენიმე რო არ დავიწყებოდა ხო, რამოდენიმე ადამიანი ჩამოწერე რა. ლევან აბაშიძე მაგალითად დღეს ცოცხალი ყოფილიყო ხო? და ამ ყველაფრისთვის ეკურებინა რაც დღეს საქართველოში ხდება. ირაკლი ამირეჯიბი, კოკა კლდიაშვილი, ქუცო მიქელაძე, სანდრო ვაჩეიშვილი, სუხია, რომელიც ლევან აბაშიძესთან ერთად ტამისში გარდაიცვალა, ავთო იოსელიანი, ნიკუშა კეკელიძე, გოჩა ყარყარაშვილი და რა ვიცი, ძალიან ბევრი კიდე რა, ძალიან ბევრი, უბრალოდ არ მინდა კიდე რომ ვიღაცები გამომჩეს, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგან სყავს ესეთი ადამიანები, ყავდა ესეთი ადამიანები გარემოცვაში და ეს ძალიან დიდი დანაკლისი იყო საქართველოსთვის რა 90-იან წლებში რომ დაიწყო ეს ამბავი და ეს მორალური ავტორიტეტები რომლებიც აი ვაჟკაცობას ყველაფერს ქართულს წარმოადგენდნენ თავი გულით, სულით, მთელი თავის სიცოცხლე თავის სამშობლოს აჩუქეს აი ეს ადამიანები დღესაც ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ ძალიან მაინტერესებს რა სიტუაცია იქნებოდა რა აი ძალიან მაინტერესებს რა დარწმუნებული ვარ რომ აი ესეთი სიტუაცია ვერ იქნებოდა ვერც ის სიტუაცია ვერ იქნებოდა, რაც სააკაშვილმა გაგვატარა, ესე ვთქვათ, ის 9 წლის განმავლობაში. ვერ იქნებოდა ფიზიკურად რა. მაშინ აგდადებდნენ ეგენი თავებს რა. აი ყველაფრის შემხედრე, რაც იმ 9 წელიწადში ხდებოდა რა. ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე და ძალიან მაგარი დანაკლისი გვაქვს. აი ძალიან მაგარი, მეტი რო არ შეიძლება და რატო ვიფიქრე და რატო ყვები ამას, რომ კიდე ერთი ესეთი დანაკლისი არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ჩვენთვის რა. საქართველოსთვის რა. იმიტომ რომ ზომს და ძალადობას პირველ რიგში ეწირებიან ესეთი ვაჟკაცები რა და ესეთი ვაჟკაცები რო ქვეყანას აღარ აყავს ძალიან უჭირს მე იმ ქვეყანას ამ სიტუაციიდან ამოსვლა რა. თორე ისინი ახლა რომ ომი გინდა და ომი გინდა და ომი გინდა და ეთერებში რო ტირიან და ღრიალებენ და ზლუყუნებენ ხო ისინი ვერც ომში ვერ მიდიან არც ომში არ მიდიან და საზღვარზე რა ხდებოდა კიდევ ნახეთ ხო კეფაში ირტყავდნენ წიხლებს ისე გარბოდნენ ქვეყნიდან რა. ხო ეს მინდოდა რა პრინციპში ამითი მინდოდა დამეწყო გადაცემა და პრინციპში რა არის ხო მაგათი ის იმ თავიდან მოყოლებული რაც ეს სოროსები და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები შემოვიდნენ საქართველოში ხო იმის მერე დავალება ჰქონდათ რომ ჩვენ ქართველები გამოესწორებინათ მოკლედ რა. ამათთვის ეწოდებინათ ყველანაირი ცუდი, არაპროგრესული, ფსიბნელე, ყველაფერი და აი ეს აეგორებინათ ტელევიზიებით იმით ამ საზოგადოებაში და იცით თქვენ რაც მოხდა საზოგადოებაში ხო, სიბნელე და ბნელები და სადღე გრძელო, სუფრა, რა დროს ტრადიცია, რა დროს მოკლედ გამოსწორება უნდათ, ისე როგორც თვითონ უნდათ რომ გამოსწორებულიყავით, მაგრამ ერთი რაღაც ვერ გაიგეს ამათ, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველი არ სწორდება. იმიტომაც არის მოუთვინიერებელია ქართველი რა. იმიტომაც შეარქვეს გურჯები ქართველებს რა. მგლები, რომ მგელი მოუთვინიერებელია ის ცხოველია. ხო და ამათ რომ ეგონათ რომ აი გადავტეხავთ ღირსების აყრით, ყველაფრით ციხეებით, მაინც ჩვენსაც გავიტანთ, ვერ გაიტანდეს ეს ამბავი რა. ვერა და ვერც გაიტანდნენ.
მით უმეტეს ვერ გაიტანდნენ ესეთი ადამიანები ჩვენ გარშემო ყოფილიყვნენ რა. აი ესეთი მორალური ავტორიტეტები რა. ისინი ძალიან დიდი აი ნიხვატკა როგორ არის რუსულად რა. უკმარისობა რა. ძალიან დიდი უკმარისობაა დღეს საქართველოში რა და რა ვიცი ისე მენატრებიან ეს ყველანი ახლა ყოველთვის ჩემს გარშემო ვინც იყვნენ და იმდენად აბსოლუტურად სხვა რაღაცას ერქვა ვაჟკაცობა, სხვა რაღაცას ერქვა კაცობა, სხვა რაღაცას ერქვა ქუჩა, სხვა რაღაცას ერქვა ყველაფერს ერქვა აი სხვანაირ სხვა ღირსეულად ცხოვრობდნენ თვითონაც და ღირსეულ მაგალითს იცლეოდნენ რომ სხვებსაც ღირსეულად ეცხოვრა რა. და ესეთი ადამიანების წასვლა ძალიან აი პრინციპში აი ავადმყოფური ამბავია ერისთვის, ხალხისთვის და ქვეყნისთვის რა. ეს აღარავითარ შემთხვევაში აღარ უნდა დაუშვათ. აღარავითარ შემთხვევაში აღარ უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ ამათ უნდა ყველანაირი ავტორიტეტის მოკვლა. მოსპობა. ყველანაირის. დაწყებული, ხო ხედავთ რა სიძახია, რომ აი ძველი ბიჭები, ქურდული მენტალიტეტი, აი მეტი რომ ვერაფერი ვერ მოიგოდეს. ესეთი რაღაცა ხო ჩხუბი და რაღაცა და თუნდაც გამოძალვა და თუ ყველა ქვეყანაში ხდება. აბსოლუტურად მთავარია ამას დროზე და კარგად უმკურნალოთ, თორე აბსოლუტურად გინახია თქვენ სადმე რომ იდეალურად იყოს, იდეალური ქვეყანა იყოს, სადმე რომ არც კრიმინალი არ ხდებოდეს, არც ის არ ხდებოდა, არაფერი არც ქურდობა არ ხდებოდეს, არც მკვლელობა არ ხდებოდეს, ყველგან ხდება აბსოლუტურად. ჩვენთან კიდევ ყველაზე უფრო დაკლებად ხდება ეს ამბები რა. აქ რო იძახია რომ აი კრიმინალმა როგორ მოიმატა და სირცხვილია. ეს არის ყველაფერი თქვენგან წამოსული ამაზე აწყობილი პიარი. რომ ხალხს დააჯეროთ რომ აი ჩვენ ვართ ყველაზე ცუდები რა, თურმე თუ რაც საქართველოში ხდება. არ გაგივათ ეგ ამბავი. როგორ უხარიათ თან? თან როგორ უხარიათ ხო რა.